საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების განვითარების გეგმაზე დღეს ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად მსჯელობდნენ. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საქართველოში ბავშვთა სახლების უმრავლესობა დაიხურება და აღსაზრდელების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადანაწილდებიან. დღეს ასეთი 17 სახლი ფუნქციონირებს. პროექტის მიხედვით, რომელიც პოლონური მხარის დახმარებით ხორციელდება, 2012 წლის ბოლომდე კიდევ 35 მსგავსი დაწესებულება გაიხსნება. არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს დიდი გამოცდილება პოლონეთში ბავშვთა სახლებიდან საოჯახო ტიპის სახლებში გარდაქმნის იმ რეფორმის, რაც პოლონეთში ჩატარდა. ეს გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენ მოვამზადოთ პერსონალი, გავგვიაროთ ის გამოცდილება, რაც არის თითოეული ბავშვის ინდივიდუალური გეგმის შედგენაზე. ბავშვთა ზრუნვის რეფორმის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ოჯახთან მიახლოებული კომპონენტების გაჩენა, მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის სახლების, რომელიც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში როგორც საუკეთესო ალტერნატივა ბავშვთა სახლების. სწორედ ამ მიმართულებით მიდის რეფორმა. წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეფორმებისთვის, სადაც ბავშვთა სახლები დაიკეტება და მოხდება მათი გადაკეთება საოჯახო ტიპის სახლებად. ეს არის მნიშვნელოვანი მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის, რადგან ასეთი ტიპის სახლებში ისინი სწავლობენ ოჯახთან ცხოვრებას და იზრდებიან თბილ გარემოში. მოხარული ვარ, რომ ვეხმარებით საქართველოს ამ რეფორმის განხორციელებაში.